ცოდვილი მეზვერე შორს იდგა, არა იკადრებდა თვალთაცაზე ახილვად, არამედ იცემდა მკერცა და იტყოდა ღმერთო მიხინე ცოდვილს ამას არ ღვთისმეტყველებს, თავს არ იქებს, არამედ თვლის რომ ნაგავია ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და მართლა ვერ ბედა, აი ზემოთ ახედვის რცხვენია. აი ეს არის მორწმუნე ადამიანი. ესეთი იყო დავით აღმაშენებელი, ესეთი იყო დავით მეფსალმუნე, ესეთი იყო პავლე მოციქული, ესეთი იყვნენ ყველა წმინდანი. გესმით? და იქ სადაც შეამჩნევთ, რომ წმინდანი რაღაცას პრინციპულად შეიძლება რაღაცა გოროზად, რაღაცას ამბობდეს, იქ ყოველთვის თავის თავს კი არ წარმოაჩენს, არამედ ჭეშმარიტებას ამოწმებს. დიახაც, მე ნაგავი ვარ, მაგრამ და ყველამ შეიძლება თავში ჩამარტყას, ეს განწყობა უნდა ქონდეს ქრისტიანს, მაგრამ ქრისტე რო ღმერთია, ამ ჭეშმარიტებას ბოლომდე დავიცავ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და არავითარ შემთხვევაში, არანაირი საშიშროების წინაშე ამ ჭეშმარიტებას არ დავთმობ და მოვკვდები მისთვის. აქ რა თქმა უნდა, პრინციპული შეურყეველი კედელია ქრისტიანი. მისი დამარცხება შეუძლებელია, მისი შეშინება შეუძლებელია, მისი დაჩოქება შეუძლებელია. ხოლო პირადში თვითონ დაგიჩოქებს. გესმით? როგორც ხონდაო ერთ ბერთა რომივა ახალგაზრდა ბერი და მოიხდის კუფიას ქუდს და ააგდებს, ფეხით შედგება. აი ეგეთი უნდა იყოს თუ გინდა ცხონდა. სად შეგვიძლია ჩვენ ასეთი თავდაბლობა? ამიტომ კითხვა ჩდება ბუნებრივია, რომ ჩემში რელიგიურობა უფრო მეტია თუ რწმენა?